შენ გაგნებაში არ ხარ შენი მომხმარებელი, რას ფიქრობს, რას იძახის, რას გრძნობს, ან რა შვება, როცა შენ პროდუქტს ყიდულობს. ამისთვის დაგჭირდება, რომ ვიცოდეთ ემპათიის მეფინგი, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიები ვაწარმოოთ. მაგალითისთვის, მოდი მოვიყვანოთ ტელევიზორის გაყიდვა. თუ რა შეიძლება მომხმარებელი გრძნობდეს, ფიქრობდეს, შვებოდეს და იძახდეს. მოდი რას იძახის მომხმარებელი, როცა მაგალითად ტელევიზორს ყიდულობს. კითხულობს ფასს, აინტერესებს რა დროში მოუტანენ ტელევიზორს. მოვიფიქრებ და მოგწერო მერე გეუნება ყიდვას. კითხვა სვავს და საბოლოო ჯამში ქრება. რას ფიქრობს მაგალითად მომხმარებელი? იმედი არ მომატყუებენ და მართლა მომიტანენ ამ ტელევიზორს შეძენის მერე და ცუდი ხარისხი რომ იყოს, სხვაგან შეიძლება უკეთესი ფასი იყოს და იქ ვიყიდო. რამე რომ არ მომეწონოს უკან დამიბრუნებენ? ანუ ეს ყველაფერი შეგვიძლია წინასწარ გამოვიყენოთ ჩვენი მომხმარებლის roadmap-ისთვის და წინასწარ შევამზადოთ ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია, რომ ეს ზედანაწილი კითხვები არ დასვან. მაგალითად, რა შვება მომხმარებელი, ესეც შეგვიძლია გავითვალისწინოთ, რომ საბოლოო ჯამში მის მიმართულება, მიზანმიმართულად, რომ ეს ყველაფერი აღარ გააკეთოს. მაგალითად, უბრალოდ დაათვალიეროს სოციმედია და მიხვდეს, რომ მას ამ მაღაზიაში არაფერი არ ესაქმება. არამედ დავახვედროთ ისეთი რაღაცები, რაც მას ინტერესს მოხიბლავს. როცა შეამოწმებს მაგალითად კომენტარებში კარგად დაწერილი რივიუები ნახოს და არა ცუდი და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მომხმარებელი მაგალითად ორიენტირებული იყოს ჩვენთან ყიდვაზე. პირველ მოწერილზე არასდროს არ ყიდულობს, ამაზეც შეგვიძლია წინასწარ გავითვალისწინოთ, შეგვიძლია რაღაც ფასდაკლება შევთავაზოთ, ან რაღაცა უფრო კარგი lead მაგნიტი ჩავსვათ. და რაც მთავარია, რას ფიქრობს, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, ფიქრობს, რომ ინდივიდუალური მიდგომა უნდა, იმიტომ რომ რაღაც ინფორმაციის ნაკლებობა აქვს შენგან მიღებული. ეს დაგეხმარებია იმაში, რომ უფრო ინდივიდუალური მიდგომით გაყიდო. პროდუქტი მოწონს, მაგრამ არ გენდობა, ეს იმის ნიშანია, რომ სოციმედიაზე ან სხვა ასპექტებში მომხმარებელს არ შეუსე საბოლოო ჯამში იმდენი ინფორმაცია არ მიეცი უფრო სწორად, რომ შენ გენდოს და განცდა აქვს, რომ რაღაცას არასწორად შვება, იმიტომ რომ ისევ და ისევ შენმა ბიზნესმა ან კონკრეტულად შენ არ მიაწოდე მას ინფორმაცია. ეს ყველაფერი რო გვესმის, შეგვიძლია რომ ჩვენი მარკეტინგული სტრატეგიები ისე მიზანმიმართულად დავგეგმოთ და წინასწარ გავიაზროთ ეს ყველა კითხვა, რომ საბოლოო ჯამში სწორი და სტრატეგიული მარკეტინგული კამპანია ვაწარმოოთ და გავყიდოთ იმდენი, რამდენიც ჩვენ გვსურს.